სულიერება თუ მატერია თუ სულიერებაა და როგორ გავმიჯნოთ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან და როგორ დავიცვათ ბალანსი ამ ორ შორის. დღევანდელი ეპიზოდის ინსპირაცია არის ბოლო პერიოდის კონსულტაციების ინსაიტები და ამ პერიოდში უფრო ხშირად ვიმუშავე ადამიანებთან, რომელთანაც გამოვყოფდი ერთ მთავარ ინსაიტს, რომელიც მგონია, რომ თქვენც გამოგადგებთ. ეს არის, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ სულიერად განვითარდნენ, იმედიტირონ, რაღაცა პრაქტიკები აკეთონ და წავიდნენ წინ და ამასობაში მატერიაში კარგავენ მოჭიდებას და ვეღარ ხვდებიან ზოგადად სად არის ბალანსი რა, ანუ აი რა დოზით უნდა იყვნენ მატერიაში და რა დოზით უნდა იყვნენ სულიერებაში და ერთი მეორეს უშლის ხოლმე ხელს. თუ მატერია და სულიერება ცხოვრებაში ჯერ დაბალანსებული არ გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ სამყაროს ვერ ხედავთ მთლიანობაში და ამ სამყაროს აღქმა არ გაქვთ როგორც ერთი მთლიანის. იმიტომ რომ ის ყველაფერი, რაც ხდება სულიერ დონეზე, ამ ყველაფრის დამადასტურებელი გამოვლინდება მატერიალურ პლანზე. უფრო მარტივად დავხსნი. ანუ მაგალითად მე თუ ვისწავლე ჩემი გაკვეთილი, რომელიც უნდა მესწავლა, ვთქვათ, არ ვიცი, უპირობო სიყვარული უნდა მესწავლა და გავაკეთე ეს, ვისწავლე უპირობო სიყვარული, გავხსენი გული. ამისი დამადასტურებელი ბენეფიტები მოვა ჩემთან მატერიალურ სამყაროში. ანუ მატერიალური სამყარო არის თითქოს გამოცდების რაღაცა პლატფორმა, სადაც რეალურად ჩანს მართლა გავიარეთ თუ არა გარკვეული გაკვეთილები და მართლა ჩავაბარეთ თუ არა გამოცდები. და საპირისპიროთად შეგვიძლია შევხედოთ, რომ თუ მატერიალურ პლანზე დღეს როგორც ხართ, რანაირადაც ხართ, ეს ყველაფერი არ მოგწონთ და არის პრობლემური მატერიალური გარემო, ეს მას ნიშნავს, რომ სულიერ პლანზე რაღაცები ჯერ არ გაქვთ ჩაბარებული. ამიტომ მატერიას არ უნდა შევხედოთ როგორც ცალკე მდგომ ცხოვრების დინამიკას და არც სულიერებას უნდა შევხედოთ როგორც ცალკე მდგომ რაღაცა განვითარების დინამიკას. ეს ყველაფერი არის სინთეზში და როგორც მაგალითად სკოლაში, უნივერსიტეტში დავდიოდით და ვსწავლობდით და მერე წლის ბოლოს ან კვარტლის ბოლოს ვაბარებდით გამოცდებს და იმ გამოცდაზე ჩანდა რეალურად ჩვენ გვიმეცადინია თუ არ გვიმეცადინია, ზუსტად ასე არის მატერიალური სამყაროც, ანუ სწორედ მატერიაში ჩანს რაღაცები გვისწავლია თუ არ გვისწავლია. ამიტომ ეს ორი რამე ერთმანეთისგან არ არის გაყოფილი, უბრალოდ უნდა შევხედოთ როგორც ერთი მთავარი სისტემის ფუნქციონირებას, როგორც ერთ მთლიანს. და ასევე იმასაც ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მატერიას უჭირავს ადგილი, იმიტომ რომ თუ ადამიანი არის მოსული დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში, სული, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაცა კუთხით მაინც უნდა და გაევლო მატერიალური გამოწვევები მატერიალურ სხეულში და ყველაფერი იმით, რაც მატერიალურ სხეულს და გარემოებას მოყვება. ამიტომ კი, სულიერი განვითარება ზოგადად არის ადამიანების ხვედრი და გზა და ყველასიც არა და ვედებში მაგალითად არის აღწერილი ადამიანების კლასიფიკაცია, ვისთვის არის სულიერი განვითარება და ვისთვის არ არის. თუ და გაინტერესებთ ხა ამ ეპიზოდში ამას არ გავშლი, მაგრამ თუ და გაინტერესებთ, დამიწერეთ და საკმარისად დაინტერესებათ იქნება გავაკეთებ, იმიტომ რომ ბევრი ტერმინოლოგია და ბევრი დებულება არის, რომელიც უფრო რაღაც ლექცია გამოვა. ამიტომ ამით თავშიც არ შეგაწყენთ, მხოლოდ თუ სურვილი იქნება, იმ შემთხვევაში შეიძლება დაგაწიოთ ეს ინფორმაციაც. მაგრამ დღეს მოდი მარტივად შევხედოთ, ხო? ადამიანებს აქვს განვითარების და ცხოვრების 4 გზა, რომელიც ერთი მეორეს მოყვება. აქაც არ დავკონკრეტები, ყველა ადამიანისთვის ასე არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ასეთი ცოდნა ვედებში, რასაც ქვია ადამიანის ცხოვრების 4 გზა. და ადამიანის ცხოვრების 4 გზა აუცილებლად მოიცავს მათ შორის მატერიალური სურვილების დაკმაყოფილებას და მატერიისგან სიამოვნების მიღებას. ეს 4 გზა არის, პირველი არის დჰარმა. დჰარმა არის ის, რითიც ვიბადებით და ვედურ ასტროლოგიაშიც მას შეესაბამება პირველი სახლი. ანუ ის, რითიც მოვედით ჩვენ სულში, გულში რა დევს, რა მონაცემიდევს, ანუ აი თქვათ კეთილი რო ვარ, ეგ მოცემულობა, ან ბოროტი თუ არ ეგეც მოცემულობა, აი რაღაცა რა შინაგანი კონფიგურაციით მოდის ადამიანის სული, ანუ დედამიწაზე და მატერიალურ სამყაროში, ხო? და ყველა ადამიანის გზა არის ის, რომ უნდა აღასრულოს თავის დჰარმა. ამას ალბათ გაიგებდით ასეთ ტერმინს და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი რა კონფიგურაციითაც არის, ანუ ამ კონფიგურაციით შეასრულოს თავისი რაღაცა დანიშნულება, ხო? აი მაგალითად
იგივე ავიღოთ მანქანა, რომელსაც აქვს ისეთი კონფიგურაცია, რომ არის მთის მანქანა, მან უნდა იაროს მთებში, ხო? ეს იქნება მისი დანიშნულება. შესაბამისად, ესეთი მარტივ მაგალითზე ზუსტად იგივენაირად ასტროლოგია, ვედროსტროლოგია აჩვენებს, რა არის ადამიანის დჰარმა და შესაბამისად რამისას უნდა ემსახუროს ის. მეორე ეს არის ართხა და ართხა არის უკვე დაგროვება მატერიალური რესურსების და მატერიალურ სამყაროში რაღაცების კეთება ჩვენი ართხის შესაბამისად, ანუ ჩვენი მოწოდების და ჩვენი შინაგანი რაღაც ალქიმიის შესაბამისად, რაღაცების კეთება იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ დავაგროვოთ მატერიალური სახსრები. ანუ ვედები ჩვენ არ გვეუბნებიან, რომ ფულის შოუნა და მატერიალურის დაგროვება არის ცოდვა. არა, პირიქით გვეუბნება, რომ მეორე ეტაპი არის ართხა და ეს არის უკვე მატერიის დაგროვება. ეხლა გაგიკვირდებათ და ვედებში ასევე სიამოვნების მიღებაც დასაშვებია და მესამე ეტაპი არის კამა. კამა არის სიამოვნების მიღება, რომ ჩვენი დჰარმიდან გამომდინარე, როგორი ართხად შევქმენით, ანუ მატერიალური რესურსები, რაღაც ეტაპზე ამ მატერიალურ რესურსებით ჩვენ უნდა დავიწყოთ ტკბობა და სიამოვნების მიღება და ამაზეც ანუ სიამოვნების მიღება მოდი ეს არ გავიგოთ, რომ რაღაცა თავს უნდა გაუცდეთ და რაღაცა მოკლედ ძალიან საშინელებები ვაკეთოთ და ჩავწვეთ რაღაც სიამოვნებებში, ეს არ იგულისხმება. მათ შორის ვედებში არის ასევე კამის მართვა და როგორ უნდა მივიღოთ სიამოვნება ისე, რომ ეს სიამოვნება არ გადავიდეს დამოკიდებულებებში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ აუცილებლად ვედებში ცხოვრების 4 გზაში ერთ-ერთი არის კამა, ანუ სიამოვნების მიღება მატერიისგან, იმ მატერიისგან, რომელიც დედამიწაზე დაგხვდა და იმ მატერიალური სახსრებისგან, რომელიც ჩვენთვისგან დავაგროვეთ. და მხოლოდ მეოთხე ეტაპი არის უკვე მოქშა. ანუ მოქშა არის განთავისუფლება მიჯაჭვულობის გარეშე, ყველაფერი იმისგან, რაც დავაგროვეთ ართხაში და რაც ვისიამოვნეთ კამაში. შესაბამისად, ეს 4-ვე გზა ადამიანისთვის არის აბსოლუტურად ნორმალური და ამას თავისი ასაკები შეესაბამება. ნუ ვედებში ცოტა ისე არის გამიჯნული ძალიან ზუსტად ეს ასაკები, თუმცა მატერიაში რა თქმა უნდა ესე ზუსტად შეიძლება მით უმეტეს ამ ეპოქაში ესე არ მუშაობდეს, მაგრამ ნუ მოდი ისე უბრალოდ მაგალითისთვის როგორც ვედებში ავიღოთ, რომ 25 წლამდე ადამიანი არის ბრაჰმაჩარია, ანუ ის წესით ცხოვრობს თავისი დჰარმის შესაბამისად, იძენს ცოდნას, ვითარდება ცხოვრებაში, 25 წლიდან 50 წლამდე ეწყება უკვე ართხის დაგროვება, ანუ ფინანსური შემოსავლები, მატერიის შენება, ასე შემდეგ, ამასაკიდანვე არის დასაშვები უკვე ოჯახის შექმნა. შემდეგ 50 წლიდან უკვე არის კამის ასაკი, როდესაც როგორც წესი 50 წლის ასაკში ადამიანს უკვე ოჯახით შექმნილი შვილებიც უკვე დიდები ყავს და უკვე ის განუდგება თავის ოჯახს და იწყებს თავისი დაგროვებული ამ ართხის მატერიალური რესურსების შერგებას და სიამოვნების მიღებას და ნელა-ნელა შემოდის აქაც უფრო მეტად სულიერი გზა და უკვე მოქშა, ანუ შემდეგი ეტაპი არის უკვე 75 წლის ზევით, როდესაც ადამიანი განუდგება ყველაფერ მატერიალურს, ყველაფრით ისიამოვნა, რაც დააგროვა, რაც მატერიაში დახვდა, ოჯახიც ყავს, სიამოვნებებიც ჰქონდა, მათ შორის რომანტიკული ურთიერთობებიდან და ახლა ის მზად არის, რომ უკვე განუდგეს ამ ყველაფერს და 75 წლიდან უკვე დაიწყოს ძალიან განდგომილი სულიერი ცხოვრება და როგორც წესი ადამიანები მიდიან ამ დროს ოჯახიდან და არიან სულიერ მოგზაურობებში. ნუ ეს ახლა რა თქმა უნდა ამ ეპოქასთან არ არის მაინც და მაინც შესატყვიში ხო, მაგრამ ზოგი ადამიანისთვის შეიძლება ასეც მუშაობდეს, ხო და ეს არის ადამიანის ცხოვრების გზა და 4 საფეხური, რომელსაც ჩვენ გავდივართ. ამიტომ არც სიამოვნებაზე უნდა ვთქვათ უარი და არც მატერიალურ სახსრებზე და შემოსავლებზე და არც სულიერებაზე და არც ჩვენ დჰარმაზე. ანუ ყველაფერი ერთადად შესაძლებელია და ამ 4 ეტაპშიც, რა თქმა უნდა, სულიერისდაც არის ყოველ ეტაპში, იქ კამაშიც, სიამოვნებაშიც შეიძლება იყოს სულიერისდა და განვითარება და მოქშის დროსაც შეიძლება იყოს გარკვეული სიამოვნებების მიღება. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეს გზა არ არის ყველა ადამიანისთვის და ვედებში ასევე არის ადამიანების კლასიფიკაციაც, რომლებიც გადიან ამ გზებს და ზოგი რომელს გადის, ზოგი ყველას გადის, ზოგი ერთს გადის, ზოგი ორს და ნუ ასე შემდეგ. სხვა კონფიგურაციები არსებობს. ხო და ამ ყველაფრის ინსპირაცია იყო ის, რომ ადამიანები, რომლებიც მიდიან სულიერების გზაზე, მე ძალიან ბევრ რამეს თხოვენ თავიანთ თავს და აი რაღაცა ტოქსიკურ ურთიერთობაში ადამიანი და არა მე უნდა დავამუშაო და ამიტომ უნდა ვიყო ამ ურთიერთობაში და ხა ჩემი სამეცადინოა და ჩემი სასწავლია და
რაღაცა ვერ ვითარდები და რაღაც წინ ვერ მივდივარ და ძალიან აძალებენ და აფუშინგებენ ხოლმე თავიანთ თავს და ასეთი ხაფანგი ნამდვილად არსებობს, როცა ადამიანი მიდის სულიერ გზაზე. და როგორც წესი, სადღაც იჭადება ხოლმე ადამიანი წინ სულიერად ვეღარ მიდის და ამ დროს გამოსავალი ისაა, რომ ისევ მატერიას დაუბრუნდეს და მატერიალური რაღაცები აკეთოს, იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცა სურვილები აქვს, ჯერ კიდე რისი შესრულებაც უნდა და მატერიაში კიდე რაღაცებით უნდა რომ დატკბეს ხოლმე. და ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის და მით უმეტეს თუ ასაკით არ გუწყობს ხელს და ჯერ არ ვართ ძალიან დიდ ასაკში, ძალიან ბუნებრივია, რომ მატერიისგან სიამოვნების მიღებაც გვინდოდეს. ასევე არის ბუდისტური მიმართულება, რომ ზოგადად ყველანაირ სურვილზე უნდა ვთქვათ უარი და მხოლოდ ამაში არის განთავისუფლება და ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ბუდისტური მიმდინარეობის რაღაცა დებულებები ეწინააღმდეგება ვედურს და ზოგადად სხვა რაღაცა ფილოსოფიურ დებულებებს. მაგრამ ასე არ არის, იმიტომ რომ ასევე ვედებში არის ინფორმაცია და ცოდნა იმაზე, რომ სამყაროში არსებობს სამი ენერგია, სამი გუნა და ამ სამ გუნაში ვლინდება ყველაფერი, შესაბამისად ადამიანებიც და შესაბამისად სამივე გუნის სწავლება სამყაროში არსებობს და ყველა აი წარმოგიდგენთ მთელი დედამიწა რომ სამ ტიპად დავუყოთ მოსახლეობის სხვადასხვა თვისებებიდან გამომდინარე და ზოგადად ენერგეტიკულად გაიმიჯნება ეს გუნები და თითოეულ მათგანს სჭირდება თავისი სახელმძღვანელო, ხო, ყველაფერთან მიმართებაში. ეს გუნები არის სათნოება, ვნება და უმეცრება და შესაბამისად ამ სამ გუნაში ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შესაბამისად ამ სამ გუნაში არსებობს არა მარტო ადამიანები, არამედ საერთოდ ყველაფერი ამ სამყაროში, მათ შორის ცოდნა, რელიგია, ფილოსოფია, გურუები და ასე შემდეგ. შესაბამისად რაღაცა ცოდნები შეიძლება ერთი მხრივ ჩანდეს, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და უპირისპირდება, მაგრამ სინამდვილეში ერთი მთლიანის ნაწილია უბრალოდ სხვადასხვა გუნის ადამიანებისთვის არის გადმოცემული ეს ცოდნა. და ის მოსაზრება, რომ ადამიანი უნდა განუდგეს თავის სურვილებს და მხოლოდ ამაში არის განთავისუფლება და უნდა მოიპოვოს მოგშა და უნდა იცხოვროს აბსოლუტურად თავისუფლად, ხო? ეს არის სატვა გუნის, ანუ იგივე სათნოების გუნის ადამიანებისთვის სწორი სწავლება, იმიტომ რომ სათნოების გუნაში ადამიანი თუ იმყოფება, მისთვის ისედაც ძალიან ჭეშმარიტია და მას ამაზე უარის თქმა არ გაუჭირდება, იმიტომ რომ სათნოებაში მყოფი ადამიანი ისედაც არ არის მიჯაჭვული მატერიას, ისედაც მთლიანობაში ხედავს რაღაცებს, მისი გზა ისედაც არის ადრე თუ გვიან მოგშის მიღწევა, ანუ განთავისუფლების და ასეთი ადამიანებისთვის ეს აზრი ძალიან სწორია და ეს სწავლება, რომ კი ადამიანი უნდა განუდგეს ყველანაირ სურვილებს და ის მოიპოვებს განთავისუფლებას. მაგრამ მოდი ავიღოთ ადამიანი ვნების გუნაში, ხო? რაჯა გუნაში. ვნება მოდი არ გავიგოთ როგორც სექსუალური ვნება, უბრალოდ ვნებას გულისხმობს, ანუ როდესაც ჩვენ გვაქვს ვნება ცხოვრების მიმართ, სიამოვნებების მიმართ, მატერიალური რაღაცების მიმართ, თუნდაც კარიერის და ამ მატერიალურის რაღაცა თამაშობანების და სათამაშოების მიმართ, ანუ ამ ყველაფრის მიმართ, როცა აქვს ადამიანს ამის მიმართ, როცა აქვს ვნება. ამ შემთხვევაში ეს ცოდნა, რომ ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდეთ, მოვიპოვოთ ჩვენ მოგშა და განთავისუფლდეთ და დავანებოთ ყველაფერ მატერიალურს თავი და გავსხივოსნებით. ამ შემთხვევაში ვნების გუნის ადამიანებისთვის ეს არ არის რეზონანსული, იმიტომ რომ მათ ჯერ აქვთ სურვილები, აქვთ ჯერ რაღაცები ამოძრავებთ. ამიტომ მათთვის ეს სწავლება და ეს ცოდნა არ იქნება რეზონანსული და ზოგადად ყველა სწავლება და ყველა ცოდნა ყველასთვის ერთნაირად არ არის და არ არსებობს რაღაცაზე უფრო სწორი და უფრო არასწორი ცოდნა, თუ ცოდნა ჭეშმარიტია, მაშინ იმას აქვს უფლება რომ იარსებოს, ხო? უბრალოდ გააჩნია როგორი ტიპის ადამიანები ვართ ჩვენ და შესაბამისად ჩვენთვის რომელი ცოდნა და რომელი ინფორმაცია არის იმ მომენტისთვის სწორი, ხო? შესაბამისად ადამიანები, ვინც არიან ვნების გუნაში, მათთვის ძალიან ბუნებრივია, რომ იმათმა გაიარონ ართა, გაიარონ კამა, ანუ მატერია დააგროვონ, მერე ისიამოვნონ ან მატერიით, იმოგზაურონ და შეერიგონ ცხოვრება. და მერე მივლენ უკვე მოგშამდე. და რა თქმა უნდა, რახან დედამიწაზე ეს არის განაწილებული, რომ ეს სამი გუნა არსებობს, რა თქმა უნდა, უმეცრების გუნის ადამიანებსაც აქვთ უფლება რომ იცხოვრონ და უმეცრების გუნის ადამიანებისთვისაც არსებობს სწავლებები და არსებობს სხვადასხვა თუნდაც ფილოსოფიური, თუნდაც რელიგიური და ასე შემდეგ ინფორმაციები და სწავლებები, რომელიც მათთვის იქნება რეზონანსული. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან გამორიცხული არ არის, უბრალოდ ერთი მთლიანის ნაწილია და მინდა რომ ერთ მთლიანობაში დაინახოთ.
ავიღოთ ეს. ხოლო ის ცოდნა და ის თქვათ გურუ თუ რაღაც ფილოსოფია როგორ უნდა ავირჩიოთ ჩვენ, რომელია ჩვენთვის და რომელია არა, ეხლა შეიძლება საერთოდ არ იცოდეთ რომელ გუნაში ხართ და რომ სხვა თქვათ აი გურუს არჩევა გინდათ და ის რომელ გუნაშია, შეიძლება საერთოდ არ იცოდეთ ამ გუნების გარჩევა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რეზონანსულად. იმიტომ რომ ერთნაირი გუნის ადამიანები არიან ერთმანეთთან რეზონანსული. არა თქვენის გუნის ადამიანთან არ იქნება რეზონანსი. არა თქვენი გუნის იგივე საკვებთანაც არ გექნებათ რეზონანსი. არც ლიტერატურასთან, არც მცენარეებთან, არც არ ვიცი ქვეყნებთან, თუ თქვენი გუნის არ არის, არაფერთან არ იქნება თქვენთან მიმართებაში რეზონანსი. შესაბამისად ენერგეტიკული რეზონანსი ძალიან ადვილი გასარკვევი არის, რა არის თქვენთვის სწორი და რა არ არის სწორი. შესაბამისად ესეთი ძალიან საინტერესო და პატარა ექსპერიმენტი შეგიძლიათ ჩაატაროთ, რომ მაგალითად უბრალოდ დაჯდეთ დახუჭოთ თვალები და რამდენჯერმე თქვათ მე მინდა მატერიალურად ვიყო ძალიან შემდგარი და მაინტერესებს მატერიალური თამაშები. მაგრამ შეგიძლიათ წარმოთქვათ, რომ მე აღარ მაინტერესებს მატერიალური თამაშები და მინდა მხოლოდ სულიერი განვითარება და თქვენ თვითონ მიხვდებით, რომელთან მიმართებაში გაქვთ უფრო მეტი რეზონანსი. არ არის გამორიცხული, რომ ორივესთან მიმართებაში გქონდეთ. ეს მას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მაშინ ორივე ერთად უნდა შეათავსოთ და ჯერ ეს ეტაპი გაქვთ და ეს ასაკი გაქვთ და ასე უნდა განაგრძოთ ჯერჯერობით ცხოვრება. და ასევე ეს მომენტი, რომ მაინც თავი უნდა დავიტანჯო და მერე რომ მოდის ინდისის ქენჯნა, რომ ეხა რაღაცა 24 საათი ვერ მედიტირებ და მარტო 1 საათი მედიტირებ და სადღაც სულიერებაში მაგვიანდება. ანუ ესეც არის ეგოს რაღაცა პროექცია, იმიტომ რომ რეალურად თუ ადამიანი არის სამყაროსთან დინამიკაში და მასთან სინქრონში, მაშინ საჩქარო არაფერი არ არის და ყველაფერი ხდება დროულად. ანუ ჩვენში რაღაცის მომწიფებაც ხდება ძალიან დროულად. და ეს არ არის, რომ სადმე ვინმე სულიერებაში გვაგვიანდებოდეს, ყველას ჩვენი დრო გვაქვს და ყველას ჩვენი დინამიკა გვაქვს და ყველას ჩვენი ასევე სიჩქარე გვაქვს რაღაც სივრცეში მოძრაობის. ამიტომ თავის დადანაშაულება, რომ რამდენი რამე მაქვს გასაკეთებელი და აი როგორც მაგალითად წიგნებზე გვაქვს ხოლმე, რომ ან ფილმებზე, რომ აი ჩავინიშნავთ და მე არასდროს აღარ მიუბრუნდებით და აღარ ვკითხულობთ და აღარ უყურებთ ამ ფილმებს და მე სინდისის ქენჯნა გვაქვს, რომ აი რამდენი წიგნი მინდოდა წამეკითხა და არ წავიკითხე. ანუ აი ეს რაღაც არის ყველაზე ცუდი რაღაცა, რაც საკუთარ თავს შეგიძლიათ რომ გაუკეთოთ, იმიტომ რომ ყველაზე ჭკვიანიც ამ წუთას ხართ, აი ამ წამს, ყველაზე გასხივოსნებულიც ამ წამში ხართ, რაც შესაძლებელია რომ იყოთ, ყველაზე მატერიალურიც ამ წამში ხართ, აი ყველაფერი რაც შეიძლება რომ იყოთ და რასაც შეიძლება წარმოადგენდეთ და რაც შეიძლება რომ გქონდეთ, მხოლოდ არსებობს ამ წამში. დანარჩენი მომავალში, რაც არ უნდა კარგი წიგნები გქონდეთ გადადებული, ის მომავალი არ არსებობს ჯერ. ამიტომ სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ აი მე დაგეგმილი მქონდა რომელიღაცა წარსულის წერტილიდან, რომ დღეს ანუ უკვე იქიდან გამომდინარე, რომ მომავალია, რომ მე უკვე რაღაცები უნდა მქონოდა სულიერებაში წინ გადადგმული ნაბიჯები, ხო? ან და არ მაქვს და ამის გამო ეხა ცუდად გრძნობ თავს. აი ეს არის ძალიან დიდი ეგოს ილუზია, რომელიც გვაფუშინგებს იმაში, რომ აი რაღაცა არ გააკეთე, სადღაც სუდი ხარ, სადღაც არ ცდილობ და აი სადღაც დაგაგვიანდება და აუ დედა ვერ გავსხივოსტები, ხო? და აი ეს არის ძალიან მცდარი რაღაცა, საკუთარი თავის დაფუშინგება და ხშირ შემთხვევაში ადამიანები არიან მერე გახლართული მაგ ილუზიაში, რომ აი მეზობელმა რომ რაღაცა თავში ჩაქუჩი ჩამარტყა, უი აქ ნეტა რა უნდა მესწავლა, ანუ აქ იცი რა, მოდი მე რატო იმას ვქნა, რატო ვუჩივლო ეხა ამ მეზობელს დაიც ერთი მოდი დავჯდე, აბა იქნებ დავილაპარაკოთ, აბა იქნებ ჩემბრალია, აბა იქნებ მე უნდა რა ვიცი, მე უნდა მომკვდარიყავი და ანუ ძალიან ესეთი რაკურსით უყურებენ ხოლმე რა თავიანთ თავს და ანუ გაკვეთილი შეიძლება ძალიან მარტივი იყო ის რომ მესწავლა რომ მეორეჯერ ესეთ ადამიანს თავში ჩაქუჩი არ ჩავარტყმევინო მაგალითად შეიძლება ეს იყოს გაკვეთილი და აქ მეტი არანაირი სიღრმე და ფილოსოფია არ იდოს. ამიტომ აი მაგ თემაში თუ ხართ, რომ აი თქვენ თავს აძალებთ, რომ აი ხა იმდენი რატო ვერ მედიტირე და ყველაფერში მე უნდა ვისწავლო რაღაცა და ყველაფერი ჩემი სამეცადინოა და მთელი სამყარო მარტო ჩემიდან გამომდინარე არსებობს და რაღაცა. ანუ ეს დებულება როგორც ესე საბაისო დებულება ძალიან სწორია, მაგრამ ამაში გაფანატიკება, ანუ ფანატიზმში გადაყვანა ამისი საჭირო არ არის. ანუ მარტივად უნდა მიუდგეთ ყველაფერს. ანუ ადამიანმა გაწყაინა უფლება გვაქვს, რომ არც არაფერი არ დავამუშავოთ და უბრალოდ რა ვიცი, მოვიჭროთ ჩვენი
ცხოვრებიდან. რაღაც არ მოგწონთ, არ ეძებოთ, რომ იქ მაინც და მაინც გაკვეთილი უნდა იყოს. ანუ შეგვიძლია არ გააკეთო ის, რაც არ მოგწონს, არ დააძალო შენ თავს ის, რაც არ გინდა. და არ ვიცი, გაერკვე რატო არ გინდა და მერე დაანებო თავი და ანუ აღარ დააძალო, რომ აი ხა შენ რო ამას არ აკეთებ, დედა რა ცუდი გოგო ხარ. და სინამდვილეში ისე ხდება, რომ ანუ ადამიანები, რომლებიც სულიერებაში მიდიან და აი მაგ რაღაცა ჩიხში ექცევიან, რომ აი საკმარისად კარგი არ ვარ, საკმარისად სწორად ვერ ვაკეთებ, საკმარის ვერ მედიტირებ და ყველაფერი ჩემი ბრალია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ადამიანს ჯერ პიროვნული ზრდა არ აქვს დასრულებული. ანუ იმისთვის, რომ ჯერ ადამიანი სულიერად გაიზარდოს, ხო, სანამ სულიერებამდე მივალთ, ჯერ ადამიანი პიროვნულად უნდა გაიზარდოს. და ადამიანი იმისთვის, რომ პიროვნულად გაიზარდოს, უნდა მიუბრუნდეს და ჯერ მატერიაში დაალაგოს რაღაცები. მატერიაში დაალაგებაში ვგულისხმობ იმას, რომ მეზობელი რო შემოდის მართლა ხანჯლით და ჩაქუჩით, ანუ კისერი არ უნდა შევუშვიროთ და უნდა დავრეკოთ გამოვიძახოთ პატრული და ნუ რაღაცა ზომები უნდა მივიღოთ, ანუ ჩვეულებრივ მატერიაში ოპერირებისთვის რაც გვჭირდება და მაინც და მაინც მედიტაცია მაგ დროს არ შველის რა სიტუაციას, ანუ უბრალოდ მატერიალური თასკებიც უნდა დავალაგოთ და უნდა მოვაგვაროთ. და ესეთი ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს კონსულტაციაზე და არა მარტო, რომლებიც აი ზუსტად მანდ არიან გაჭადილები, რომ აი რაღაცას ისე ვერ ვშვები და ეს მეზობელი რატომ მივარდება ხანჯლით და მოდი 1 საათით მეც ვმედიტირებ და რეალურად მანდ არ არის ამ პრობლემის გამოსავალი, არის მატერიაში. და უნდა დაუბრუნდეთ ისევ მატერიას და დავამუშავოთ ჩვენი რაღაცა ტრავმები და ჩვენი შინაგანი რაღაცა პროცესები, რომელიც დასამუშავებელია. ემოციურად უნდა გავიაროთ ზრდასრულობა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება რომ სულიერებაში წავიდეთ წინ. სხვადასხვა სწორედ მაგაზე მაქვს ჩემი საავტორო ვებინარები, რომლებიც რამოდენიმე მოდულისგან შედგება და ყველა მოდულზე არის დეტალური ინფორმაცია, ზოგ მოდულში შინაგანი ბავშვის დამუშავება ხდება, ზოგან მიჯაჭვულობების და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მოკლედ ვრცელი აღწერა, ქვევით დაგიტოვეთ ვისაც დაგაინტერესებთ, მაგრამ ხო და ეს იმიტომ შევქმენი, რომ ზუსტად აი მაგ ჩიხს ხედავ, რომ ადამიანი რომელიც მიდის სულიერებაში, სადღაც არის კედელი და რაღაცაზე შორს ვერ წახვალ, იმიტომ რომ უნდა მობრუნდე უკან და დაამუშავო ჯერ პიროვნული ზრდა, ანუ შენი თავი ემოციურად, ფსიქოლოგიურად უნდა მიიყვანოს დასრულობამდე და მერე შეგიძლია გააგრძელოს სულიერი ზრდა. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც შინაგანად არის ჯერ ემოციურად არაზრდასრული, არ არის მომწიფებული, აქვს რა ეს კარგი გოგოს სინდრომი, თუ იგივე კარგი ბიჭის და ნუ რაღაც უამრავი ესეთი არასწორი პათერნები და მიდის სულიერებაში, ანუ ამ დროს უფრო იხლართება თავისივე თავში, იმიტომ რომ სულიერება გვეუბნება, რომ თან გულის ჩაკრა უნდა გახსნა და ყველა უნდა გიყვარდეს და ადამიანს, რომელსაც ისედაც კარგი გოგოს სინდრომი აქვს, ახლა წარმოიდგინეთ, ანუ ეს ჭრილობაზე, რა ვიცი, მარილს დააყრის, ხო? ანუ უარეს შედეგს დადებს, იმიტომ რომ აჰა, ისედაც ხო ყველაფერს უკეთებს და ისედაც ხო კარგი გოგოს როლშია და ეხა კიდე ქრისტე ამბობდა, რომ მტერიც უნდა შეიყვარო და ნუ ხა კიდე რამდენ თან იქნება კარგი გოგოს როლში, ხო წარმოგიდგენიათ. ამიტომ სულიერებაში რაღაცაზე წინ არ გვუშვებენ, სანამ არ მოbrუნდებით და ჩვენს გეშტალტებს არ დავხურავთ და ჩვენ ტრავმებს არ დავხურავთ და ჩვენს შინაგან ბავშვს არ მოვამწიფებთ და ჩვენს პიროვნებას არ გადავიყვანთ დასრულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. არც იმაში არ არის ცუდი არაფერი, რომ მატერიალური სურვილები გქონდეს და მაგალითად მედიტაციას გვერდჩევნოს გემრიელად ჭამა. ანუ ესეც ძალიან ნორმალური ამბავია, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და როგორც თქვი, რახან დედამიწაზე მოვედით, ესე იგი გვინდოდა მატერიალური რაღაცა სიამოვნებების მიღებაც და გამოცდილების მიღება და არც ამაში ცუდი არაფერი არ არის და საკუთარი თავის დაგმობა ამ კუთხით არ არის მაინც და მაინც სწორი საქციელი, იმიტომ რომ ნებისმიერი სურვილი და ნებისმიერი შინაგანი განწყობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ანუ ზუსტად მაგ რაღაცების განცდისთვის და მაგ რაღაცების საცხოვრებლად მოვედით დედამიწაზე. და ამიტომ მოდი ცხოვრებიდან ახლა ამას განვაგდებ და ეს არ მინდა და მოდი ეს ემოციები არ მქონდეს, ან ეს რაღაცები არ მინდოდეს, ანუ ეს არ არის მაინც და მაინც სწორი, როდესაც ჩვენ როგორც უკვე ვთქვი, აი ეს ცხოვრების 4 გზა გვაქვს გასავლელი, ხო? რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ეს ყველაფერი უკვე გაიარეს და ნუ პირდაპირ ადამიანი დაიბადა უკვე რაღაც ახლოს არის ძალიან მატერიალური ინკარნაციებიდან გასასვლელად და მისთვის პირდაპირ რაღაცა მოგშა და მატერიაზე უარის თქმა და აშრამში წასვლა და იქ რაღაცა მოღვაწეობაა და მთელი ცხოვრება ბრაჰმაჩარიად რჩება და სანიასი ხდება და ნუ ასე შემდეგ ესეთი ადამიანებიც არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ადამიანები სხვა
ბექგრაუნდით არიან და ის ყველაფერი რაც მე ვთქვი, ეს 4 გზა, ანუ წინა 3 უკვე კარგად აქვთ დატკეპნილი და გავლილი და ამიტომ პირდაპირ მოგშის განხორციელების იმპულსით იბადებიან და ამიტომ ჩვენი თავი მათ არ უნდა შევადაროთ, ანუ ჩვენ არ ვართ სანიასები და არ გვევალდებულება ეს ყველაფერი რომ ვაკეთოთ და ჩვენ შინაგან სურვილებთან უნდა ვიყოთ ადეკვატურები. ნუ აქ სურვილსაც გაჩნია ხო, ზოგი სურვილი მოხვეულია, მაგრამ მართლა რა სურვილებიც გვაქვს? აი, მართლა თუ გინდა კომფორტული სახლი, კომფორტული ცხოვრება, კომფორტული მანქანა, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. ახლა თუ იმიტომ გინდა რომ მეზობელს უკეთესი ყავს და შენ მასზე უკეთესი იყიდო, ეს უკვე ნუ სხვა რაღაცა არის, ამაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აი მატერიალური ტკბობის და მატერიალური რაღაცების შერგების სურვილები სანამ გვაქვს, ეს ძალიან ნორმალურია და ეს კამის ეტაპიც უნდა გავიაროთ და უნდა შევირგოთ და უნდა ვისიამოვნოთ, ხო? ხო და კიდე ერთი ინსაიდი, რომელზეც მინდოდა საუბარი არის ის, რომ თვითონ ვედა როგორ უყურებს ამ სიამოვნებას. ანუ თვითონ ვედები არ თვლიან, რომ სიამოვნება არის ცოდვა. ვედებში სხვათა შორის ანუ აი ვარნებად როცა იყოფა რა, ანუ კასტებად ადამიანები ხო, მანდ არის რომ ზოგიერთ კასტას აქვს უფლება საერთოდ ხურციც კი ჭამოს. იმიტომ რომ აი მაგალითად იგივე ქშატრიებს, ანუ მეომრებს უფლება აქვთ რომ ხურცი ჭამონ, იმიტომ რომ მათ დაბადებიდანვე მათში დევს ეს მეომრული იმპულსი და მათ უფლება აქვთ რომ ცხოველი მოკლან და შესაბამისად ითვლება რომ თუ მოკლის უფლება გაქვს, მაშინ შენივე მოკლული ცხოველი შეგერგება და შეგიძლია ჭამო. ნუ ამას კიდე სხვა რიტუალები ერთვის ხოლმე სანამ ეს როგორც ეს ყველაფერი ხდება და ისე რომ შეერგოს ადამიანს, მაგრამ ანუ იმის თქვა მინდა რომ ესე ცალსახა სამყაროში არაფერი არ არის, ხო? მაგალითად იგივე მოდი ავიღოთ ვაიშნავები, ანუ ვაიშნავები თვლიან რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს ვეგეტარიანელი და ამ რელიგიის მოძღვრება არის რომ ნუ ხორცს არ უჭამთ. მაგრამ ვაიშნაური ანუ რელიგია და მიმდინარეობა არის უფრო სათნოების გუნის. შესაბამისად იქ წესით ქშატრიები ნაკლებად არიან. ამიტომ იქ ისედაც არ განიხილება ხორცის ჭამა, ხო? და ისედაც შორს არიან ამისგან. ამიტომ ყველანაირი ინფორმაცია არის რეზონანსული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა კლასის და სხვადასხვა გუნის ადამიანებთან და არ უნდა გავიგოთ, რომ მაინც და მაინც მარტო ვეგეტარიანობა არის სწორი, მაინც და მაინც მარტო რაღაცა დილით 5-ზე ადგომა არის სწორი, მაინც და მაინც ყველასთვის ესე არის კარგი, ანუ ესე არ არის. არსებობს სწორი ინფორმაცია სამი სხვადასხვა გუნისთვის და ამ სხვა ყველა ვართ სხვადასხვა გუნებში და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გუნებში გადავდივართ, ხო? ამიტომ თქვენთან რაც რეზონირებს, იმ იმპულს უნდა წაყვეთ და ისე უნდა იმოქმედოთ. ასევე ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა რელიგიები და სხვადასხვა სწავლებები და ფილოსოფოსები და გურუები სხვადასხვა ენით გვესაუბრებიან რა და გამომდინარე რომ ადამიანები ახლა ვიმყოფებით დეგრადაციის ეპოქაში, ჩვენი გონება და ჩვენი ზნეობა არის დეგრადირებული და მორალი და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, აი როგორც პატარა ბავშვს ვერ აუხსნი რატო არის კარგი რომ ბროკოლი ჭამო და ერთ-ერთი რაც შეგიძლია გააკეთო უბრალოდ უბრძანო რომ ჭამე ბროკოლი ან რაღაცნაირად შეაპარო, ხო? ანუ ბავშვთან ხო არა აქ იმის ახსნას აზრი რომ ბროკოლში არის იქ რაღაცა ბოჭკო და ეს შენს ორგანიზმში ამას შვება და იმას შვება და ანუ ამას ანუ 3 წლის ბავშვს ხო ვერ აუხსნი, ხო? პირდაპირ უნდა რამენაირად შედეგი დადგეს რომ ბროკოლი ჭამოს, ხო და ჩვენც როგორც ან მთლიანად მოსახლეობა დედამიწის როგორც ძალიან დაბალ ცნობიერების მქონე ადამიანები, ანუ ჩვენთვისაც ძალიან ესე პირდაპირ და ძალიან უხეშ ენაზე გვეუბნებიან ხოლმე რაღაცებს, იმიტომ რომ იმის უკან რაღაცები არ გვესმის რა. ანუ აი მაგალითად რო გვეუბნებიან რომ მატერია ცუდია და მოდი სულიერებისგან ვისწრაფოთ და არ გინდოდეს და არის სურვო და მატერიისკენ არის სწრაფო, ხო, ამას რო გვეუბნებიან. ანუ ამას რატო გვეუბნებიან? იმიტომ რომ მატერია, მატერიალური სათამაშოები, ასე ვთქვათ, ხო, არის ერთ-ერთი ძალიან კარგი მიჯაჭვების საშუალება და ყველაზე მეტად ადამიანები ეჯაჭვებიან ხოლმე მატერიას. ამიტომ ან უფრო მაღალ დონეზე და უფრო შეგნებული ადამიანისთვის კი გასაგებია ესე რო აუხსნათ, რომ აი მატერია არის ილუზია, ეს არის თამაში და მაგაში თუ ჩაიძირე და მაგაში თუ რაღაცნაირად დაგეძინა და მიგეძინა, ხო? მერე ძალიან რთული ამაკედან გამოფხიზლება და მერე მეტი შრომა დაგჭირდება და ამიტომ აი ამ ხელა, აი ამ დეტალურ ახსნას და
ჩაღრმავებას ხო? ამიტომ პირდაპირ გეუბნებიან, რომ აი მოდი მატერია არ გინდა ეკლესიაში იარე, ნუ პირობითად მართლმადიდებლურზე თუ გვაქვს საუბარი, სულიერებისკენ ისწრაფვე და დაივიწყე მატერია. ღმერთი რაღაცას მოგცემს. აი ესეთი მიდგომაც შეიძლება იყოს ისეთი ადამიანებისთვის რეზონანსული, რომელსაც მაგალითად მეტი შეგნების და მეტი აზროვნების უნარი არ აქვს, რომ გაიგოს რაში არის რეალურად პრობლემა და რატო გვეუბნებიან, რომ მატერია არ გინდა. მაგრამ ვედები მაგალითად გვიხსნიან იმას, რომ მატერიაში ცუდი კი არაფერი არ არის, უბრალოდ პრობლემა არის მიჯაჭვულობაში და იმისთვის, რომ მიჯაჭვულობა არ გაჩნდეს, ამიტომ ვედებს აქვს მთელი განყოფილება, ანუ იგივე კამასუტრა, კამა სიამოვნება და სუტრები არის, ასე ვთქვათ, ცოდნის ერთობლიობა, რომელიც გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ სიამოვნება ისე, რომ ამ ყველაფერში არ ჩავეფლოთ, არ მივეჯაჭვოთ და ჩვენი სურვილები უფრო და უფრო არ გაიზარდოს და რაღაცა გარყვნილებაში და უბედურებებში არ გადაგვიყვანოს. და შესაბამისად ვედებმა მოგცა სახელმწიფო, რომ კი, ის სიამოვნა, ესეც არის ცხოვრების გზა, მაგრამ თან მოაყოლა ინსტრუქცია, რომ ამ ყველაფერმა ჩვენ არ დაგვაზიანოს და მოგვამზადოს მოგშასთვის. იმიტომ რომ მოგშა არის მდგომარეობა, როცა ჩვენ არ ვეჯაჭვებით, ან თუ რაიმე მიჯაჭვულობა გვაქვს, უნდა ჩავეხსნათ და მერე მოდის განთავისუფლება. ამიტომ ზოგი ცოდნა და ზოგი წყარო აი ესე დეტალურად გვიხსნის და შესაბამისად იმ ადამიანებისთვის, ვინც საკმარისად რაღაცა ცნობიერად გაზრდილია, დასრულია, ცოტა რაღაცა გონება უჭრის და ცოტა მეტი ბექგრაუნდი აქვს სულიერი, ხო? მათთვის ძალიან კარგი მიდგომა არის და შეუძლიათ ამ ინფორმაციით იხემძღვანელონ და რაღაცნაირად არ დაიღუპონ თავი და არ ჩაიტოვონ ან მატერიალურ თამაშებში, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მაგალითად არ აქვთ ბევრი გამოცდილება მიღებული ცხოვრებებიდან, ძალიან ბანალური მარტივი გონება აქვთ და ბევრ ამას ვერ ხვდებიან და არ შეუძლიათ გაგება, ხო? აი როგორც პატარა 3 წლის ბავშვს არ შეუძლია გაიგოს ბროკოლი რატო არის კარგი, ხო? ამ ადამიანებისთვის არსებობს ისეთი სწავლებები, რომელიც პირდაპირ ეუბნება, რომ აი უბრალოდ მატერიას არ შეეხო. და всё. აი როგორც ბავშვს ვეტყოდით, რომ აი უბრალოდ ასან ცხელი არ მოკიდო. დანა არ შეიძლება. და всё. აი ძალიან მარტივი აკრძალვით და ძალიან მარტივი ფაბულებით ვესაუბრებით, იმიტომ რომ არსებობენ იგივე უმეცრების გუნოში მყოფი ადამიანები, რომელიც ვერასდროს ვერ გაიგებენ ამ ლოგიკურ ბმას და ვერასდროს ვერ ჩაწუდებიან სხვანაირად დალაგებულ ინფორმაციას. ამიტომ უმეცრების გუნოში ადამიანებს ძირითადად პირდაპირ ვეუბნებით, რომ ეს არ შეიძლება, ეს შეიძლება. და მორჩა, ვიღაცა მოძღვარი უნდა გყავდეს, ნუ მოძღვარი არარელიგიური კონტექსტით ვამბობ, ანუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ გეტყვის, რომ ეს შეიძლება და ის არ შეიძლება. და ამას გეტყვის ყველაფერში, ანუ მაგალითად დიეტოლოგი გეტყვის, ამის ჭამა შეიძლება, იმის ჭამა არ შეიძლება. მამაო გეტყვის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, იმის გაკეთება შეიძლება, ხო? ცოლი გეტყვის, რომ თქვათ, სახლში ფეხსაცმლისფერული არ შეიძლება, გარეთ ფეხსაცმლისფერული შეიძლება. და ასე შემდეგ, ანუ არიან ტამას გუნაში, ანუ უმეცრების გუნაში საკმაოდ ბევრი ადამიანები არიან და მათ თავიანთ ენაზე ჭირდებათ, რომ რაღაცები გაიგონ, იმიტომ რომ ისინი ვერ გაიგებენ ამხელა რაღაცა ლოგიკას და ამხელა ბმებს. და ამიტომაც არსებობს ყველანაირი მიდგომა და ყველანაირი ცოდნა ამ სამი გუნის ადამიანების დაკმაყოფილებისთვის და ისევ და ისევ იმის დანახება მინდა, რომ არც ერთი ცოდნა და არც ერთი დედამიწაზე არსებული არც რელიგია, არც ცოდნა, არც ფილოსოფოსი, არც საერთოდ არაფერი, რაც ერთი შეხედვით გავს იმას, რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ერთმანეთს რეალურად არ ეწინააღმდეგება. ნუ რა თქმა უნდა, ხა ცდარ ინფორმაციაზე და ცრუ ცოდნებზე არ მაქვს საუბარი, რაც მართლა ნამდვილია და მართლა ჭეშმარიტია, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. უბრალოდ სხვადასხვა გუნიდან დაწერილია, სხვადასხვა გუნის ცოდნა არის და შესაბამისად სხვადასხვა გუნის ადამიანებისთვის არის. შესაბამისად ის მოსაზრება, რომ არსებობს 4 ცხოვრების გზა და მათ შორის არის მატერიალიზმიც და მათ შორის არის სიამოვნების მიღებაც და შემდეგ განთავისუფლება და ასევე არსებობს ის გზა, რომ ყველაფერზე მატერიალურზე უარი ვთქვათ და უბრალოდ წავიდეთ პირდაპირ განთავისუფლებისკენ და სულიერებისკენ და ასევე ის გზაც, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის საერთოდ არ არის ეს გზები და ის უბრალოდ თავის მატერიაში უნდა იყოს მთელი თავის ცხოვრება, ანუ ეს ყველაფერი არის ჭეშმარიტი, ოღონდ სხვადასხვა ადამიანებს
მეგობრებთან მიმართებაში. თქვენთან მიმართებაში ჭეშმარიტი არის ის, რაც თქვენთან რეზონირებს. აი, უბრალოდ ინფორმაცია რომ მოდის, ხო? მაგით შეგიძლიათ მიხვდეთ. ანუ შეიძლება ძალიან სწორ რაღაცას ამბობდეს ადამიანი და ალბათ გექნებოდათ ეგეთი მომენტი, რომ ან რაღაცა წიგნი ან არ ვიცი ვინმეს ნათქვამი თავის დროზე ვერ გაიგეთ და მერე გაიგეთ. რას ნიშნავს ეგ, რომ არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ბავშვობაში ვერ გაიგეთ, ანუ დასრულებაში ვამბობ რა. ანუ რაღაც ეტაპზე ვერ გაიგეთ რაღაცა და მერე გაიგეთ. ან რაღაცა რომელიღაც ავტორი არ მოგწონდათ და მერე თურმე დედა ეს როგორ არ მომწონდა, თურმე რამხელა ფილოსოფია ყოფილა ამ მის წიგნებში, ხო, ვთქვათ. ანუ რატო ხდება ასე? იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა გუნებში გადავდივართ და ჩვენ სხვადასხვა გუნებში ვითარდებით და რაღაცები, რაც ჩვენთვისაც რაღაც ეტაპებზე გაუგებარია, მერე ხდება გასაგები და ისენა უკვე გვესმის, ხო? და ეს იმიტომ ხდება, რომ იმ ეტაპზე ამ ცოდნასთან და ამ ინფორმაციასთან ვერ ვრეზონირდებოდით და ახლა უკვე დავრეზონირდით. ამიტომ, როდესაც რაღაცას უსმენთ, ან რამეს კითხულობთ, ან რომელიმე გურუს უსმენთ, ხო? იმითი შეგვიძლია გაარჩიოთ, რამდენად სათქმენოდ საუბრობს, რამდენადაც თქვენს გულს ეს შეეხება. იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ძალიან ჭკვიანურ რაღაცებს საუბრობდეს და ლოგიკურად ხვდებოდეთ, რომ ძალიან სწორ რამეს ამბობს, მაგრამ გულამდე თუ არ მოდის, ესე იგი ეს თქვენი გუნის არ არის და თქვენთან არ რეზონირებს და შესაბამისად სწორი მასწავლებელი და სწორი თუნდაც წიგნი და ფილმი და ყველაფერი თქვენთვის პირადად და ყველა ინდივიდისთვის არის ის, რასთანაც ვრეზონირებთ და არა ის, რომელიც ცოდნა უფრო მაღალი რანგის არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა ცოდნა არსებობს და ყველა მათგანი შეიძლება იყოს მაღალი რანგის. სხვა შორის თვითონ ვედები სწორედ ასე არის დაწერილი, რომ ამ სამივე გუნის ადამიანებისთვის არის ცალ-ცალკე განაყოფები, რომ სამივე ტიპის ადამიანისთვის კონკრეტული ცოდნები იყოს რეზონანსული. და ასევე მინდოდა მომეყოლა, რომ აი ყველაზე ხშირად მახარებს ხოლმე და რაღაცნაირად მახალისებს ასტროლოგიური კონსტელაციების დროს, როდესაც ადამიანს ვეუბნები, რომ ის სურვილები და ის რაღაცა მატერიალური მისწრაფებები, რომელიც გულში აქვთ, როდესაც ვეუბნები, რომ ამის უფლება აქვთ, რომ გქონდეთ, იმიტომ რომ რუკაშიც რო ვუყურებ და მაგალითად ართხის და კამის, ანუ მატერიის და სიამოვნების სახლები როცა არის რუკაში დატვირთული, ხო? ეგ მას ნიშნავს, რომ ადამიანს ეს გამოცდილებები აინტერესებდა, სულს უფრო სწორედ ეს გამოცდილებები აინტერესებდა და მაგისთვის მოვიდა და ხშირად ადამიანები თან მით უმეტეს თუ ცოტა რაღაცა მოგშასთანაც არის რაიმე კავშირი და რომელიმე მოგშას სახლის დატვირთული არის, ხო? ადამიანს უჩნდება ეგეთი რაღაცა, რომ თან სულიერად რაღაცნაირად მიდის წინ, ვითარდება, მედიტირებს, რაღაცებს აკეთებს და ავტომატურად გონია, რომ თუ ამ გზას უნდა დაადგეს, მატერიალზე უნდა თქვას უარი და მატერიალური სულები აღარ უნდა ქონდეს. ამიტომ უკრძალავს თავის თავს და მე არის ცუდად, იმიტომ რომ თავის რეალურად რისთვისაც მოვიდა და რაც აინტერესებდა დედამიწაზე, ამ ყველაფერს ამბობს უარს და თავს ძალიან ცუდად გრძნობს. და თან მე ძალიან ცუდად გრძნობს იმის გამო თავს, რომ ანუ თავარი სულიერებაა და ეხლა მე მატერიაზე რატო ვფიქრობ ამდენს და მე თავის მიუღებლობა აქვს რა და აი ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე ანუ ადამიანი აი ესეთი პრობლემით რომ მოდის რომ აი თან რომ ვუყურებთ აი თქვათ ცოტა ერთი მოგშის სახლში ყავს თქვათ ერთი პლანეტა და კამას და არქის სახლები ყავს დატვირთული და ანუ რეალურად ჩანს რომ ნუ რაღაცა სულიერი კი ბატონო რაღაცა ნოტი იქნება მის ცხოვრებაში მაგრამ ძირითადად მატერიისთვის არის მოსული და აქ უნდა და თამაში და აქ უნდა და გართობა და შერგება და ფული შოვნა და იმპერიების შენება და ამას რო ვეუბნები რომ აი ეს არის და ეს უნდა აკეთო და აი მე ყოველთვის მინდოდა ეგ მაგრამ აი როგორ თქვა მერიდება ეგ რო თქვა რომ აი მე მილიონებისთვის ვარ დაბადებული და რაღაცა ამპარტავნულად ჟღერს ეგ ყველაფერი და აი ვერ ვამბობ აი ჩემ თავთანაც კი მწვენია ხოლმე ამის თქმა ამას რომ მეუბნებიან ძალიან ხალისობ ხოლმე ესეთ სიტუაციებს და მე ძალიან უხარიათ მაგას რო ვეუბნები რომ თურმე მათი ეს შინაგანი მდგომარეობა არ ყოფილა ამპარტავნობა, არამედ მაგისთვის ყოფილა მოსული რეალურად ადამიანი. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენი გზა და მაგას მარტო ასტროლოგი არ ჭირდება ჩვენ გულში ჩავიხედოთ და ჩვენ შინაგან სამყაროში ყველამ ჩვენით ვიცით რეალურად რა არის ჩვენი გზა და რა სურვილები გვაქვს აი რა სურვილებიც გამოძრაობს დღეს ზუსტად ის არის რა გამოცდილების მიღებაც გინდოდა ცხოვრებაში და ამ ეტაპზე უნდა ქონოდა ეს სურვილები და ამ ეტაპზე უნდა აგესრულებინა ეს სურვილები
ამიტომ არ უნდა შევიზღუდოთ თავი იმაში, რომ აი ახლა ყველაფერზე მოდი უარი ვთქვათ და მარტო სულიერება. ესე ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ განთავისუფლება ხდება მას მერე, რაც დედამიწაზე და დედამიწის მაგვარ მატერიალურ სამყაროებში ყველაფერს ვნახავთ, იმიტომ რომ თავდაპირველად ხო ინკარნაციაც მაგიტო დაიწყო, რომ გვაინტერესებდა აქ გართობა და ატრაქციონებზე, რა ვიცი, კატაობა და შერგება ამ ყველაფრის და ამ ყველაფერს სანამ არ ვნახავთ და ყველანაირად არ დავიკმაყოფილებთ, მანამდე არც გასვლა არ დგება. და ამიტომ იმითი რომ მოდი ახლა მე არა მარტო გასხივოსნება მინდა და მოდი არ მინდა მე რომ კომფორტულად ვიცხოვრო, აი ამ მდგომარეობით რეალურად არსად არ მივდივართ, იმიტომ რომ სანამ მაინც ყველაფერს არ ვნახავთ, მაინც ვერ გავოთ აქედან. ხო და თუ ის ინფორმაცია რეზონირებს ახლა გულთან ზოგიერთი ადამიანისთვის, რომ იცი რა, არა, სურვილებზე უარი უნდა ვთქვა და უნდა დავტოვო ეს ყველაფერი, ხო? ესე იგი, მანდ ხარ უკვე და ესე იგი, შენ უკვე მოგშისთვის ემზადები. მაგრამ თუ ეს არ არის ერთ-ერთი ჭეშმარიტება და თან ისიც გინდა, რომ რაღაცა შენი ყველაზე საყვარელი ნამცხვერის ჭამოყავოც დალიო და იმოგზაურო ცოტა და რაღაცა კარგი ტანსაცმელიც გქონდეს და ასე შემდეგ, ესე იგი, ესეც არის შენი ცხოვრების გზა და ამაზე არ უნდა დავიძაბოთ, ამაზე არ უნდა მოვთხოვოთ ჩვენ თავს, რომ ახლა მეც იმ რაღაცა მაშინ აშრამში რო სანიასი ზის, მეც ეგეთი რატო არ ვარ, იმიტომ რომ იმას სხვა ბექგრაუნდი აქვს, ჩვენ სხვა ბექგრაუნდი გვაქვს. და აი ეს 4 გზა სწორედ მაგისთვისაა, რომ ადამიანმა ყველაფერი ნახოს, მატერიაც ნახოს, სიამოვნებაც ნახოს და არ მიეჯაჭვოს და მერე განთავისუფლდეს ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, რომ ამ ეპიზოდის მოსმენის შემდეგ ცოტა მოგეშვებათ, თუ თქვენ თავს რამეს აქამდე აძალებდით და ცოტა უფრო თავისუფლად შეხედოთ თქვენ სურვილებს და თქვენს გამოძახილებს და უფლება გაქვთ, რომ იყვიროთ კიდეც უთხასიათზეც იყოთ, ხანდახან ვიღაცები გალანძღოთ. აი ყველაფრის უფლება გვაქვს, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გვაქვს დედამიწაზე და ნუ გონიათ, რომ თქვენი რაღაცა საქციელით რამეს დააზიანებთ ამ სამყაროში. ვერაფერს ვერ დააზიანებთ სამყაროში, ვერც თქვენი რაღაცა ქცევით, ვერც თქვენი ფიქრით, ანუ ეს სამყარო არის უნიკალური მექანიზმი, უნიკალური პროგრამა არის და უნიკალური პროგრამირების ენაზე არის დაწერილი და ვერაფერს ისეც ვერ იზამთ, რომ ამ სამყაროში მართლა რაღაც სერიოზულად დაინგრეს და ამ სამყაროს საყრდენი გამოაცალოთ. ეგეც ვერაფერს ვერ იზამთ და დანარჩენი, ანუ თქვენი თავი უნდა გამოხატოთ და იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ შინაგანად გულში გსურთ და შეგიძლიათ, რომ დაინახოთ თქვენი თავი, როგორც გინდა, რომ იცხოვროთ. დაფიქრდით ამ ყველაფერზე, ძალიან გამახარებთ თუ დამიკომენტარებთ თქვენ кейსებს და ამ ეპიზოდმა რა მოგცეთ, ძალიან გამიხარდება თუ გამიზიარებთ, იმიტომ რომ თქვენი უკავშირი მნიშვნელოვანია ხოლმე და ძირთად ვერ ვიღებ და ესე გამოდის, რომ ჩემი თავისთვის ვლაპარაკობ ხოლმე და მე ვერ ხვდები ადამიანებთან ეს მივიდა თუ არ მივიდა. ამიტომ თქვენი პატარა უკავშირი გამიხარდება ხოლმე კომენტარებში და ასევე უდიდესი მადლობა დონაციებისთვის, რა თქმა უნდა, გამოწერებისთვისაც, კომენტარებისთვისაც.